ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვანის სახარების ყდის აღდგენაზე მუშაობენ. ოქრომელნით შესრულებული უნიკალური მინიატურებით მოხატულ ოთხთავი თამარ მეფის დაკვეთით ბიზანტიელმა მიქაელ კორსელმა მოხატა. ჩვენი კორესპონდენტი რესტავრაციის პროცესს დაესწრო. შორენა კოპალეიშვილი გიამბობთ, როგორ მიმდინარეობს უნიკალური ხელნაწერის ყდის აღდგენაზე მუშაობა. 9 საუკუნის წინ თამარ მეფის დაკვეთით შექმნილ ვანის სახარების ახალ ყდაზე განსაკუთრებული სიფრთხილით მუშაობენ. მაღალი ხარისხის თეთრ ეტრატზე ოქრომელნით გადაწერილი სახარება ერთ-ერთი გამორჩეული ადრეული მხედრული ხელნაწერია. ეტრატის უძველესი ქსოვილის შენარჩუნებით სახარების გარეკანი პირველადი აკინძვის დარღვევის გარეშე აღდგება. დაგეგმილი გვაქვს, რომ დაფებთან ერთად და საკეტებთან ერთად გამოიცვალოს ტყავით და ეს ახალი ტყავი გადაეკრას ყდას. აგრეთვე გვინდა რომ ეს ლითონის სადგამები დავამაგროთ ზურგის მხრიდან ერთგვარ დეკორსაც შექმნის და თან ეს წიგნის დადების პროცესში შეხება უფრო მინიმუმამდე გვინდა რომ დავიყვაყანოთ. ეს სახარებაი მე უღირსმან წმინდის დედოფლის თამარის სამან მინიატურის მიხედვით თამარ მეფე სახარებას თანატარებდა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რესტავრაციის პროცესში მარტო არ არის. უნიკალური ოთხთავის რესტავრირება ადვოკატ ზვიად კორძაძის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. პატივია ესეთ ცირეწმულის შეტანა ამ საქმეში. ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ძალიან ბევრი ხელნაწერი, რომელსაც იგივე მოვლა-პატრონობა ჭირდება, ამიტომ მოუწოდებს ყველას, ვისაც აქვს ამის სურვილი, საშუალება რომ ჩაერთოს ამ საქმეში, ყველასთვის მოიძებნება აღსადგენელი ხელნაწერი. ეს ხელნაწერი არ არის გამორჩეული მხოლოდ იმითი, რომ ეს თამარ მეფის საკუთრება იყო, არამედ არის ჩვენამდე მოღწეული ერთ-ერთი მდიდრულად გაფორმებული ხელნაწერი, რომელიც არის შემკული არაჩვეულებრივი მინიატურებით და კამარებით. ამ საცავში 10,000-მდე ქართული ხელნაწერი ინახება. ოთხთავის რესტავრაცია ერთ თვეში დასრულდება. მე-12 საუკუნის უნიკალური ხელნაწერი სხვადასხვა დროს შესრულებული სახარებების გვერდით განთავსდება.